მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი მეგობრის საერთო გეიმინგ არხზე, მაგნიტომანია გეიმსზე არსებული კიდევ ერთი გამარჯვებული გამოვავლინოთ. ეს არის რიგით მე-18 გათამაშება. ამ გათამაშებაში არის შესანიშნავი პრიზი მეგობრებო, ეს პრიზი არის, აი ჩამოწერილ პირობებში, BioShock-ის კოლექცია, სადაც შედის ყველა ვერსია, პირველი, მეორე და Infinity, ანუ რიგით მესამე ნაწილი. სამივე ნაწილი ერთად გაუაქტიურდება იმ გამარჯვებულს, რომელიც გამოვლინდება. კონკურსანტი გყავს 3 და ნახოთ ახლა რენდომაიზერი რომელს აირჩევს გამარჯვებულად და ვინ იქნება ის პიროვნება, ვისაც გადაეცემა ეს შესანიშნავი თამაშის ტრილოგია. უბრალოდ ამ შესანიშნავი თამაშის ტრილოგია. დავაკოპიროთ ვიდეოს ლინკი. გავხსნით პატარა აპლიკაციას. ჩავსვავ. ჩემი ასე ვთქვათ YouTube ვიდეოს ლინკს, სადაც უშუალოდ მიმდინარეობს გათამაშება. და დავაწვევი ფიქე კომენტ. რა თქმა უნდა, თუ ჩემი კომენტარი ამოვარდება, ის არ ჩაითვლება. და გამარჯვებული არის მეგობრებო, იმერეთი 2003. ულოცავ მას გამარჯვებას. ეხლა მე მას დავუწერ ყველაფერს, რომ გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე, შემდგომ მოხდება ყველა წესისა და პირობის შემოწმება, რა წესები და პირობებიც უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ კონკურსში გამარჯვება ჩაითვალოს სამართლიანად და თუ ყველაფერი მას ექნება სწორედ 100%-ით შესრულებული, გადაეცემა პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ მოხდება პრიზის ხელახლა გადათამაშება უკვე დარჩენილ ორ კონკურსანტს შორის. ეხლა კი დაველოდოთ თუ როდის გამოვა ჩემთან კონტაქტზე ეს პიროვნება. კონკურსის გამარჯვებული გამოვიდა ჩემთან მეგობრებო კონტაქტზე. ეხლა მე მას გავესაუბრები და შევამოწმებ წესებს. წესების შემოწმების შემდგომ კი უკვე ვნახავთ გადაეცემა მას პრიზი თუ არა. ესე ჩვენი გამარჯვებული. ეს პროგრამა დამჭირდება ახლა და მივცემას თუ რა თქმა უნდა დათანხმდება ამ პირობებს. შემდგომ უკვე მოვახერხებ წესების შემოწმებას და თუ ყველაფერი დაცული ექნება ამ პიროვნებას, მეგობრებო, და ექნება ყველა წესი შესრულებული, მას აუცილებლად გადაეცემა პრიზი. პრიზი კი გათამაშების იყო BioShock-ის კოლექცია, სამივე ნაწილი. ესეც ასე, როგორც ხედავ, თავაზობ მეგობრებო, ასე ვთქვათ, ყველა იმ პირობასა და წესს, რომელიც საჭიროა ამ კონკურსში მონაწილეობისთვის, წაიკითხა მან ახლა და დაველოდები მის პასუხს. როგორც ხედავთ მეგობრებო, გამარჯვებული დამთავრდა წესების შემოწმებაზე, ახლა ის გადამრჩენია, დაველოდოთ თუ როდის გადმოწერს და აყენებს და შემდგომ უკვე შევძლებ მის კომპიუტერში შესვლას, შემდგომ უშუალო წესების შემოწმებას. და ამ ყველაფრის შემდგომ პრიზის ან გადაცემას, ან არა. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ უსწავლოთ კონკურსანტზე, რომელიც ამ მომენტისთვის არის გამარჯვებული. თუ ყველა წესი ექნება პირნათლად დაცული, მას აუცილებლად გადაეცემა პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, პრიზის გამოვლენის ვიდეოშიც მას არ გადაეცემა ეს პრიზი და გადათამაშდება დარჩენილ ორ კონკურსანტზე. ესეც ასე, ID და პაროლიც გვაქვს. აი.
სამწუხაროდ მეგობარო, შენ პრიზი ვერ გადმოგეცემა. როგორც ხედავთ მეგობრებო, ჩვენს მეგობარს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არ აქვს დაცული, არხი არ აქვს გამოწერილი. აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს უბრალოდ გადათამაშება ამ გასაღების და ხელახლა გამარჯვებულის გამოვლენა დაგჭირდება ახლა ჩვენ. წესების შემოწმების შემდგომ რიგით მე-18 კონკურსზე სამწუხაროდ გამარჯვებულმა, რომელიც იყო მეგობრებო, აკაუნთით იმერეთი 2003 ვერ გადაეცა მას პრიზი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსის ერთ-ერთი პირობა, კონკრეტულად კი გამოიწერეთ არხის მეორე პირობა, არ ჰქონდა მას დაცული, არხი არ იყო გამოწერილი. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი მას, იმედია არ ეწყინება და გული არ დასწყდება, ვინაიდან და რადგანაც ეს არის კონკურსის ისეთი პირობა, რომელზეც თვალებს ვერ დავხუჭავთ, მეგობრებო, აბსოლუტურად ყველასთან ეს პირობა მოქმედებს. წინა შემთხვევაშიც თუ გახსოვთ თქვენ ერთ-ერთ გათამაშებაზე ლაშას, რომელმაც გაიმარჯვა, არ ჰქონდა ვიდეო დალაიქებული, ან უბრალოდ ჰქონდა გამორჩენილი, არ გადაეცა პრიზი და პრიზი გადათამაშდა. ეხლაც მე ვაპირებ ამ პრიზის გადათამაშებას, გვყავს ორი კონკურსანტი, ეს არის დათუნა და გაგა გუდაძე. ნახოთ ამჯერად რომელს გაუმართლებს და ვის გადაეცემა. რენდომაიზერის მიერ ჩემი და იმერეთის კომენტარის ამოვარდნის შემთხვევაში ეს კომენტარები არ ჩაითვლება და უბრალოდ მოხდება კიდევ ერთხელ ცდა და ახალი გამარჯვებულის გამოვლენა. ნახოთ ვის გაუმართლებს, დავაჭიროთ pick comment და როგორც ხედავთ მეგობრებო, ამ მომენტში ამოვარდა გაგა. ეხლა უკვე მას დავუწერ მე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაიმარჯვა კონკურსში, აი აქაც წერია რომ არა მაქვს წაშლილი, უბრალოდ შევამოწმეთ ამ პიროვნებასთან და სამწუხაროდ მას ჰქონდა გამოტოვებული არხის გამოწერის გრაფა. ეხლა იგივე ასე ვთქვათ ინფორმაციას რომ გამოვიდეს ჩემთან კონტაქტზე წესების შესამოწმებლად მე დავუწერ გაგას და შემდგომ უკვე მოხდება უშუალოდ გაგასთანაც წესების შემოწმება. თუ მასთანაც ყველაფერი წესრიგში იქნება, აუცილებლად გადაეცემა პრიზი. თუ არ ექნება რომელიმე პირობა შესრულებული და გამორჩენილი იქნება რაღაც მიზეზის გამო, მასაც არ გადაეცემა ეს პრიზი და პირდაპირ უკვე შემოწმდება დათუნას აკაუნთი და დაუკავშირდებით მას. თუ დათუნასთანაც რაიმე ხარვეზი იქნება, უბრალოდ დარჩება ეს პრიზი შემდგომი გათამაშებისთვის და ეს გათამაშება დარჩება გამარჯვებულის გარეშე, სამწუხაროდ მეგობრებო. ეხლა ნახოთ თუ როდის გამოვა უშუალოდ გაგა ჩემთან კონტაქტზე.